კახეთში სასმელი წყლის მომარაგების პრობლემა აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს გამგებლებს შეხვდა. მან დეტალურად ისაუბრა იმ თანხებზე, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყო. იგი ამბობს, რომ თანხა ძირითადად წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციას და ახალი ჭაბურღილების გაკეთებას მოხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეუსრულო ძალიან ძლიერი ყოლა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში, არის სამწუხაროდ ისეთი უბნები, ისეთი სოფლები, სადაც წყლის პრობლემები მაინც არსებობს. მე მინდა ყველას უთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ წყალს, მაქსიმალურად გადავანაწილოთ ეს არსებული რესურსები ყველა ოჯახზე, რომ არ დაგვრჩეს არც ერთი მოქალაქე წყლის გარეშე. გამოსავალი პირველ რიგში ჩვენ რაც მოვძებნეთ არის ის, რომ გადავსულიყავით ამ გრაფიკის რეჟიმზე, ანუ წყალი ფიზიკურად არ არის მდინარეშიც არ მოდის წყალი, ძალიან დაკლებული და ამქედან გამომდინარე ის დებეტი, რომელიც არის, ვცდილობთ რაციონალურად მოსახლეობაზე გადავანაწილოთ.